მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვებინარებს და დღეს ჩვენ გავეცნობით საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სტრუქტურას და ფუნქციებს. დავიწყოთ სამეურვეო საბჭოს სტრუქტურის გაცნობა. მაშ ასე. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლების და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისგან. სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. ხოლო იმ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი ასევე უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შეყვანილი იყოს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან არჩეული 1 წევრი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ პირი სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა 3 წელი. მოდით გავეცნოთ სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს, მაგრამ დასაწყისშივე აღნიშნოთ, რომ სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე 3-ჯერ მაინც ყოველი მესამედის დასაწყისში. რაც შეეხება რიგ გარეშე სხდომების მოწვევას, აღნიშნულის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითის შემადგენლობის არანაკლებ 1/3 ან სამეურვეო საბჭოში სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. აქვე აღნიშნოთ, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ხდება მონაცვლეობით საბჭოს წარმომადგენლობაში მშობლებისა და პედაგოგური საბჭოსაგან არჩეული წევრებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისაგან არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. რაც შეეხება საბჭოს თავმჯდომარის მთავარ ფუნქციას, ის იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში და რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში მისი ხმა გადამწყვეტია. სიითის შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს. სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს. ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წრიულ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის გრიფ-მინიჭებული და პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების სიის თაობაზე. აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვას და ქონების განკარგვას. უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვეტოს სკოლის დირექტორს. ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და უქმებს. სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს. უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება. ამასთან უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს ვადამდე შეუწყვეტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. ამასთან სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი.
სამეურვეო საბჭო ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს, ამასთან სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს როგორც წესი უბრალო უმრავლესობით, ანუ სიითის შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო სიითის შემადგენლობის არანაკლებური მესამედით იღებს გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვეტოს სკოლის დირექტორს. მაშა ასე დღეს ჩვენ გავეცანით საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სტრუქტურასა და ფუნქციებს, ხოლო შემდეგ ვებინარზე გავეცნობით პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურას და ფუნქციებს. გისურვებთ წარმატებებს!